ჭარბი წონა, ემოციური ტყვება, პრობლემები და დეპრესია. დაძლევის ფსიქოლოგიური ტექნიკის შესახებ ვისაუბრებთ სტუმართან ერთად შემოგვიერთდა ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიცი. დილომშვიდობისა სალომე, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. როგორც აღნიშნე, მნიშვნელოვან საკითხებს ვსაუბრობთ. ერთ-ერთ უდიდეს პრობლემაზე და გამოწვევაზე ალბათ არა მარტო ჩვენი ქვეყნის, ზოგადად მსოფლიოს, ხო, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. ჭარბი წონა, აი რა გავლენას ახდენს და ცხადია უარყოფით ჩვენს ფსიქოლოგიურ განწყობაზე და რა არის ამ ყველაფრის დასაძლევად საჭირო ეტაპობრივად უნებრივია ვისაუბროთ კონკრეტულად ამ თემებზე. აი ხა როგორ დავიწყოთ ეს შესავალი, როგორ გავაკეთე ხა. ჯერ რა განაპირობებს ჭარბწონას ალბათ? ჯერ კიდე ჭარბწონას ამ საუკუნეში ალბათ ყვება, ის ყვება, რომელიც არ არის ბუნებრივი ჩვენთვის, აი junk food, რასაც ეძახიან, ქართული შესატყვისი არც ვიცი, ანუ ის რაციონი და პლუს მომზადების წესი, რომელიც დღევანდელ დღეს არის ძალიან მოდაში. ეს არის პირველი, ნომერ პირველი, ეს აღიარებული ჩემი მოგონილი არ არის, ამერიკამ უმოძრაო ცხოვრების წესი ასევე ალბათ. უმოძრაო ცხოვრების წესი ხო, იმიტომ რომ არასოდეს ადამიანი ესე უმოძრაო, ამდენი ადამიანი ქალაქში არ იყო დასახლებული და ქალაქი ბუნებრივად უფრო უმოძრაო ტემპი არის, ვიდრე ვთქვათ სოფლად და გლეხისთვის ვთქვათ ბუნებასთან ურთიერთობა და ასე მუშაობა. შესაბამისად პირველი არის ეს. ეხლა რატო არის ეს ფსიქოლოგიურად ცუდი, ეხლა იგი გამოიკვეთა რამოდენიმე რამე. ერთი არის ის, რომ ჯერ ერთი რომ აი თვითონ ორგანიზმის არაბუნებრივი მუშაობა რომელიც გადაამუშავოს ეს დატვირთული მუშაობა. დატვირთულად მუშაობს. შემდგომ ისეთ ნივთიერებებს ამუშავებს, რომელიც მას არ ჭირდება. და შესაბამისად ეს ყველაფერი, ანუ ჩვენი სხეული და ჩვენი ფსიქიკა, ჩვენი ყველანაირი სხეული ერთმანეთთან დაკავშირებულია. ამიტომ რაც არ უნდა ვთქვათ ჩვენ ვთქვათ სულიერად რაღაც სიმაღლეებზე ვიყოთ, თუ ფიზიკურად ვთქვათ ძალიან დატვირთულები ვართ და დათრგუნულები ვართ, ეს აი ერთი მეორეზე ისახება, ასე ვთქვათ რა. და შესაბამისად აქედან გამომდინარე არის რომ ჩვენ გვიჭირს თორე ვიზუალური ნაწილის მორევა მე ვფიქრობ რომ იმის მიუხედავად რომ ვიზუალური ნაწილი ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამთრგუნველი რამე არის მით უმეტეს დღევანდელობაში სადაც სოციალური მედია არსებობს და ფორმაში არ ვართ ხო ფორმაში არ ვართ ადამიანები ზედმეტად ითრგუნებიან, მაგრამ ეს ფორმებიც საუკუნეებთან ერთად იცვლება, ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანისთვის მაინდა-მაინც რაღაცა ხატება, რაღაცა ფორმის არ არსებობს. ხო, მე-15 საუკუნეში ხა კარგად ვიცით, რომ აბსოლუტურად სხვა ფორმები და სხვა ვიზუალი იყო მოდაში, დღევანდელ დღეს 90-იანი წლების მოდელებიდან დაწყებული დღევანდელ დღეს სხვა და სხვა სტანდარტი. ხო, ეხლა მაგრამ ადამიანმა ალბათ თავის თავში, თავის ხელში უნდა იგრძნოს თავი კომფორტულად და აქედან მოდის სიმშვიდე. მე ვიტყოდი ნარცისისტული მიდრეკილება, რითითაც ჩვენ გვინდა რომ არ ჩამოუვარდებოდეთ სხვებს, ანუ მოდი სტანდარტს და ასე შემდეგ და ამიტომ ვითრგუნებით, თუმცა მაგის გადალახვა კიდევ უფრო შესაძლებელია, თუ თქვათ ნამდვილად მოწესრიგებული გვაქვს ჩვენ ეს კვებითი რაციონი და ორგანიზმი არ არის ზედმეტად გადატვირთული. მოდი სალომე ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ნამდვილად მოწესრიგებული რაციონი. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე 15 კილო დაიკელით და მე მგონი შეიძლება ხომ ამაზე ეთერში საუბარი. ჩემთვის საამაყო მომენტია. არსებობს ემოციური კვებაც, ხო? აი როგორ უნდა განვაცხოვოთ ერთმანეთისგან მადა და ვთქვათ ნამდვილად მშია თუ არა და ეს ემოციური კვება და ის რომ ნამდვილად ჩემს ორგანიზმს ახლა უნდა მივაწოდო მე საკვები. აი ამით დავიწყოთ და ემოციურ კვებასაც რა განაპირობებს? ემოციურ კვებას პირველ რიგში განაპირობებს ესეთი ნივთიერება, რომელსაც ქვია კორტიზოლი, რომელიც სტრესის დროს ძალიან ჭარბად გამოიყოფა და იმისთვის რომ ის დაბალანსდეს, ის მოითხოვს დოპამინს. შეიძლება ხა ზუსტად ვერ ვამბობდე და ვწდებოდე, მაგრამ ნუ დაახლოებით ჩემი ცოდნა ასეთია და შესაბამისად ეს ტკბილის მოთხოვნილება, ან ისეთი საკვები, რაღაცა ნუგეშია ორგანიზმისთვის, რომელიც არის ტყუილი ნუგეში. ანუ არ არის ნამდვილი ნუგეში, ამიტომაც არის რომ არ წყდება მის მიმართ მოთხოვნილება. ეს ნამდვილი ნუგეში იყოს, ჩვენ ამას მივიღებდით და უკმაყოფილდებოდით, მაგრამ ის რომ ეს დროში არ წყდება, ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის ნამდვილი ნუგეში, უბრალოდ მოთხოვნილება იზრდება. რა არის ნამდვილი ნუგეში? ნამდვილი ნუგეში არის სტრესიდან გამოსვლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეხლა ყველას თავისი სტრესები აქვს, რა თქმა უნდა, ზოგი არის რაღაც ობიექტური მოცემულობები, ზოგი არის რაღაც ძალიან პირადი მიდგომების და განწყობების გამოვარდა სტრესილები და პირადი ხასიათის გამო მე ვიტყოდი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარი წარმოდგენების გამო ზუსტად. და ამიტომ აი ეს თვითრეფლექსია და საკუთარ თავზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმით რომ გამოვიყვანოთ სტრესებიდან.
და ერთი კიდე რაღაც სამნიშნულო მკითხეთ და დამავიწყდათ წონაზე. ანუ მადა და შიმშილი, ნამდვილად როცა გვჭირდება ჩვენ საკვები. და როდესაც აი ემოციურად ვიკვებებით, იმიტომ რომ რაღაცა მადა გაიღვიძა და აი ბუნებრივ კვებაზე ერთი ნამდვილად რაც შემიძლია თქვა, ხო არის რომ ეხლა რაღაც ბევრნაირი თქვათ არ ვიცი მოდა ალბათ ესეც ხო რომ ესე უნდა ჭამო იმის მერე ეს ამასთან ის იმასთან ნუ შეიძლება გაგიჟდე ადამიანი ამ დამახსოვრება ცალკე ცხოვრება გჭირდება რომ სხვაობი დაიმახსოვრა მაგრამ ერთ ძალიან ჭკვიანურ რამეს მოусმინა რომელიც ჩემთვის ძალიან ლოგიკურია და ამ ადამიანმა ინტერნეტში თქვა ესეთი რამე რომ ბუნებრივი კვება არის მარტივი ანუ მარტივი აი მაგალითად ბურგერი ეს არ არის ბუნებრივი საკვები ეს არ არის მარტივი შემადგენლობის და ამდენი ნივთიერება და თუ რაც ქვია ერთად არ შეიძლება როგორ მიყვარს არადა მეც იმიტომ ჩვენ პირის გემოს უყვარს სიამოვნების რეცეპტორებს უყვართ მაგრამ ბუნებრივი კვება არის რაც შეიძლება მარტივი კვება რომელსაც არ არის დატვირთული ბევრი ელემენტი მაგალითად ყველი და პური კარტოფილი და ტყემალი შემწვარი ხორცი და ბოსტნეული აი რაც უფრო მარტივია ეს ყველაფერი ასე თქვა და ის ჩვენი ბუნებრიობა რაც თქვა წარსულიდან მოგზდევს წინაპრებიდან აი ვისაუბროთ თქვენს გამოცდილებაზე სალომე როგორ დაიკელით 15 კილო ჯერ ანუ როგორ განეწყვეთ ამისთვის რომ აი ეს გადაწყვეტილება მიიღეთ და მე პროცესი როგორი იყო აი დღის რაციონის თუ შეიძლება რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აუცილებლად შეიძლება იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება არის მართლა ჩემთვის და ეხლა მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას რომ ეს გამოცდილება მე რაც თქვა საკვებთან მიმართებაში მქონდა მე ცხოვრებაშიც დამეხმარა სხვა რაღაცებში და პირველ რიგში ეხლა ეს გამოცდილება რა იყო პირველი მივხვდი მე მქონდა გადაჭარბებული სიყვარული აი ამ გემოების მიმართ დღემდე მაქვს რაღაცა დონეზე აი გადაჭარბებული ნუ არ ვიცი ყველა ადგილი ვიცი სად რას აჭმევენ და როგორი ნაცნობი ესე ხო ეს კი არა ოჯახში მეხუმრებიან რომ სხვა ქვეყანაში ვარ წასული იმიტომ რომ იქ რაღაცის გასინჯვა მინდოდა ანუ სპეციალურად დავგეგმე მოგზაურობა ისე რომ იმ ქვეყანაში მომხდარი ვიყავ რომ იმ რესტორანში მეჭამე ხო, ну აი ამდენად გადაჭარბებული იყო. ნებისმიერი რამერის მიმართაც ესეთი გადაჭარბებული სიყვარული გვაქვს, ანუ ეს საგნობრივი რაღაცის მიმართ. ხო, იწვევს მიჯაჭულობს და რა თქმა უნდა ეს ფსიქიკურ რაღაცა ერთგვარ წა დარღვევასაც, რა, იმიტომ პრინციპში დარღვევაა, როდესაც შენთვის არაბუნებრივ რაოდენობას ჭამ და შესაბამისად იმატებ. ამიტომ პირველი იყო ეს. რომ მივხვდი რომ აი ამის მიმართ ჩემი დამოკიდებულება უნდა შეცვლილიყო. არ შეიძლება მე ასე ძალიან მიყვარდეს ეს ყველაფერი. შეიძლება რომ იყოს ეს სასიამოვნო პროცესი, მაგრამ არ უნდა იყოს ჩემი გადაჭარბებული დამოკიდებულება. ეს იყო პირველი. მეორე ამაში დამეხმარა ესეთი ფსიქოლოგიური ფაქტორი, როგორც არის მე ყოველ შემთხვევაში ეს დამეხმარა. შეიძლება ეს ყველასთვის არ იყოს გამოსადეგი, მაგრამ მე დამეხმარა რომ ვიღაცასთან ვიყავი პასუხისმგებელი ამის წინაშე და ანუ ყავდათ ენდოკრინოლოგი. ავიყვანე ნუტრიციოლოგი, ნუტრიციოლოგი. ხო, ну რაღაცა ნუტრიციოლოგი ქვია მე მგონი და ავიყვანე ნუტრიციოლოგი, მან შემედგინა რაღაცა რაციონი სპეციალური, რომელიც ზუსტად როგორც კლებას, ისე თქვა ჩაქრის დონის დაბალანსება, ну უკეთ რაღაცებს სჭირდებოდა ჩემს ორგანიზმში. ამის მიხედვით ის რომ მე რაღაც ფსიქოლოგიურად ვიცოდი რომ მასთან პასუხისმგებელი ვიყავი რომ ანგარიში დავალებებინა ჩამებარებინა და მიყვარს მე ხუთოსნობა სკოლაში არ მიყვარდა მაგრამ ხა შემიყვარდა მინდოდა რომ მოკეთ მასთან ეს იყო мотиваცია ეს იყო ჩემთვის мотиваცია ხო ამით ზოგი არის ზოგს უყვარს რაღაცა მეგობრებთან ერთად მაგრამ მაინც აი მე ვფიქრე ჩემთვის აი მეგობრებთან ერთად დიეტის დაცვა რატო არ არის კარგი იმიტომ ყოველთვის ხდება მე სხვა ადამიანზე დამოკიდებული და შენი мотиваცია ან ესე ან ისე ლავირებს და რა პერიოდი დასჭირდა აი ამ 15 კილოგრამს? 4 თვე. ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა დრო. თუ იყავით ფიზიკურადაც აქტიური ამ პერიოდში? კი. ჯერ ერთი უკვე ჩვენა მე ხა 38 წლის თქო ჩვენ ასაკში ისედაც აუცილებელი ხა ბავშვები და მეც რა პატარა რომ ვიყავი ბევრად მეც მოძრაობდი იმდენს ცეკვავდი რომ თუნდაც ეს რაღაც მხიარულება რაღაც უფრო მეტი არის დროც მეტი გაგა ფიზიკური აქტივობა მაინც უფრო გამოგდის ან ბუნებაში ხარ უფრო ექსკურსიებზე რა ვიცი ხო ეხლა ჩვენ ასაკში უკვე ხელის შეწყობა ამას თუნდაც ნაძალადებად აუცილებელი და სხვათა შორის მე ორგანიზმი ამას ეჩვევა იმიტომ რომ ეგ თხოვს მე კუნთი თვითონ გთხოვს ამ აქტიურობას მოდუნებულ მდგომარეობაში გადასვლა აღარ მოწონს. ამიტომ ესეც იყო აუცილებელი და სხვათა შორის ფსიქოლოგიური სიმხნევის თვალსაზრისით ფიზიკური სიმხნევე ძალიან დამხმარე არის. ხო და ოღონდ ეს ფიზიკური აქტივობა მე ვთვლი რომ ყველამ თავისი უნდა მოძებნოს. ახლა შეიძლება ხო შეიძლება ყველამ დარბაზში ვერ იაროს, ვიღაცას უფრო ცეკვა მოწონს, ვიღაცას რაღაც, მაგრამ ყოველთვის
შეიძლება რაღაც ისეთი საქმეც თუნდაც გამოიძებნოს სახლშიც კი, სადაც შენ შეგიძლია რომ ფიზიკურად დატვირთული იყო სახლის პირობებშიც კი, თუნდაც არ ვიცი რაღაცების დალაგება იქნება თუ მოწესრიგება იქნება თუ არ ვიცი რაღაცა. აი სალომე, ეთერში შესვლამდე ვახსენეთ და ჩვენს მაყურებელსაც რომ ვუთხრათ და მივაწოდოთ ინფორმაცია, მივუცეთ რჩევა, აი შენარჩუნებასთან დაკავშირებით უკვე კლების შემდეგ. რამდენად რთული პროცესია უკვე შენარჩუნება ამ წონის? სხვათა შორის ამ ჩემო ნუტრიციოლოგმა მითხრა რომ შენარჩუნება ყოფილი ყველაზე რთული, მე ეს არ მიჭერს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს არ გამიჭირდა ზუსტად იმიტომ რომ ჩემი დამოკიდებულება საკვების მიმართ შევცვალე. თუმცა შეიძლება ვთქვათ რომ რთულად მოქმედებს აი ამ ფსიქოლოგიურ ნაწილზე, ხო, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ან დეპრესია, ან სტრესი, ხო და თუ აი ნახეთ თუ თავშეკავებაში ადამიანი რაც ნიშნავს რომ ყოველთვის ყოველწამიერად შენს ნებისყოფას ეჭიდავები, მაშინ შეიძლება დამთრგუნველი იყოს. ყველა ანუ დროთა განმავლობაში გამოგაცრეს ახლა ძალას ენერგიას და დამთრგუნველი იქნება. მაგრამ თუ შენ ამასთან კი არ ეჭიდავები უკვე თანხმობაში ხარ, რომ შენთვის ეს აღარ არის, აი როგორც აი მარხვის დროს, ხო? აი მე მაგალითად ესეც ძალიან დამეხმარა მარხვების დაცვა, კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჭამა, მარხვა ჩემთვის ნამდვილი მარხვა არ ხარ. ეიზახი მამა გაბრიელი ლობიოთი მარხულობდა, იმიტომ ლობიო უყვარდაო, ხო? ანუ ესე იგი მარხვა მაინც არის უარის თქმა რაღაცაზე, რაც გიყვარს. ხო, მე ჭამა ისე მიყვარს, რომ ჩემთვის ჩვეულებრივი მარხვა არის. ხო და ამიტომ ეს განწყობაც ახლა რომ 40 დღე თუ რაღაც არის, ხო? რაღაც არ უნდა მიირთვა რაღაცა მათ შორის ახლა ზოგჯერ სუფრაზე ხარ, დაბადების დღეზე ხარ, რაღაცა და თავს იკავებ. მაგრამ ეს რაღაც გონებიდანაც მოდის. გონებაში ეს ხო ჩაკეტილი გაქვს, რომ შენს არ შეიძლება. ან შეიძლება პატარა ჭიდაობა მოგიწიოს, მაგრამ მაინც მაქეთკენ მიყავს შენი თავი, რომ ჯერ ხო განწყობას უქნა. ეს იგი განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად იგივე პრინციპით უნდა მიუდგეთ დიეტასაც. რომ აი ეს განწყობა თუ არ არის, რომ შენ აი რაღაცა პურფუნთუშალს რომ ხედავ ამაზე ელეთმელეთი არ უნდა დაგემართოს, ხო? მაშინ ეს შენარჩუნებაც შესაძლებელია. მაგრამ თუ ამას ჩვენ ელეთმელეთი გვემართება და მხოლოდ თავშეკავებით ვართ და მხოლოდ ვითრგუნებით, რომ ეხა ამას არ ვჭამთ და კიდე არ უნდა ვჭამოთ თვეები და რაღაცა, ну მე არ წარმომიდგენია ეს დიდხანს გაგრძელდეს. დღის რაციონი არ გითხარით, ესე იგი, მაინც აი როგორ იკვებებოდით? 4ჯერადად ვიკვებებოდი, საკმაოდ კარგად იმ კუთხით, რომ არ მშიო და შიმშილობა არ იყო საერთოდ ზოგჯერ იმასაც კი ვეუბნებოდი ამ ჩემ ნუტრიციოლოგს, ვერ მომთავრობ იმ საკვებს და აი არ მინდა რომ თან დამაკლდეს რაღაც საჭირო ნივთიერებები, რომ ეხა ორგანიზმი არ დავსტრესო, უარესად თქო, მაგრამ აღარ მინდა ცუდად ვიყავ, ეხლა მომთავრობ ტიპ ციციბურას თუ რაღაც. მაგრამ თავარი ეგ იყო, რომ აი მან იცოდა ყველაზე კარგი რაც მე მასწავლა ნუტრიციოლოგმა არის ის, რომ მან მასწავლა აი ზუსტად ის მარტივი კვება, რაც თქვი, რომ რეები მიდის ერთმანეთს და რა არის აუცილებელი, რას ეხმარება გადამუშავებაში, რაღაც ნივთიერებებში, აი მოკლედ რა არის სწორი. კარტოფილი და ტყემალი ახსენეთ და შემწვარი კარტოფილი ახლა შეიძლება და დიეტის დროს შეიძლება. კი, და ცოტა ცხიმით. ანუ ეს არის რაოდენობებში, აი ამას გასაუბრებ. ხო, იმიტომ ზოგადად შეიძლება ჩააბიჟბინოს რაღაც ცხიმში რაღაცები და არა, ცოტა ცხიმით. ზედმეტი არაფერი ვარ გახდა. ხო, აი ეს არის რა პრინციპების სწავლა არის პრინციპში, რომელიც აი პირის გემოსთვის მაინც დამაკმაყოფილებელია და თან აი ამ განსაკუთრებულ მიჯაჭულობას საკვების მიმართ მაინც იმას შვება ანეიტრალებს. აი როგორ შევიქნათ ეს განწყობა, როგორ დავამარცხოთ აი ეს ემოციური კვება და ამასთან დაკავშირებული რჩევები, სულ რაღაც 2 წუთი დაგვრჩა და რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. საუბარი, რა რჩევებს მოგცემთ? იმისთვის რომ შევიქმნათ განწყობა, აი ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ვისაც აქვს ეს პრობლემა. ხო, აი როგორც თქვი, აი ეს პროცესი მე დამეხმარა ცხოვრებაში ყველაფრისთვის, რაც ნიშნავს, რომ ერთგვარი ვარჯიშია დაიმორჩილო საკუთარი გონება და ფიქრები. ხო და თუ თქვათ ჩვენ დავწონით იმ ფიქრებს რომელიც გვაქვს ანუ ჩემს დამოკიდებულებას საკვების მიმართ მე შევაფასებ ზუსტად როგორადაც ის არის ხო მაშინ შემდგომ უფრო მიადვილდება რომ განსაზღვრო შევაფასო რომ რაღაც შეიძლება არაადეკვატური გადაჭარბებულია და მოვაბილიზო ჩემი თავი რომ გამოვიყვანო ჩემი თავი აქედან ამიტომ ეს განწყობის შექმნა როგორც ნებისმიერი რაღაცის მიმართ ყოველს ქონია ეს გამოცდილება ზუსტად ისევე შესაძლებელია ამიტომ აი უბრალოდ აი ეს არის რა რომ შევაფასოთ ზუსტად რას რის მიმართ რას ვგრძნობთ შევაფასოთ ეს რამდენად ნორმალურია ჯანსაღია ადეკვატურია ჩვენი ეს დამოკიდებულებები და შემდგომ ამის მიხედვით ვიმუშავოთ ძალისხმევას და მონდომებას აქვს აუცილებლად ძალისხმევის გარშე არ ვიცი რამე თუ გამოდის ცხოვრებაში მითხარით და გავაკეთებ კულინარიული ბლოგები ხო ძალიან ისე უხვად გვხვდება და აი ამის ყურებაც და რაღაც თქვათ აი ამით ტკბობა ესეც
მე მგონი რომ აღვიძებს აი ამ ემოციური კვების სურვილს და ესეც ნაკლები თუ იქნება ჩვენს ესე იგი სოციალურ პოსტში ჩვენ თვითონ თუ ნაკლებად ვუყურებთ თუ თქვენთვის ეს ტრიგერია, რა თქმა უნდა, ეგრე უნდა გააკეთოთ. მე მაგალითად ძალიან მსიამოვნებდი, ჯერ ერთი ყოველ ღამე რომ მაგის ფიქრი აღარ შემიძლია რა მოვამზადო მეორე დღეს, ამიტომ საერთოდ უყურებ რა იდეები მე ვეძლება და დიდი მადლობა შეიძლება იყოს. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ დაგემშვიდობებით. ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.